მინდა რომ იყოს დემოკრატიულად ეს პროცესები და მაქსიმალურად იყოს თავისუფალი ეს პროცესი. მაგრამ მე არ მაქვს ის ინფორმაცია რომ გინდა თუ არა ვიღაცას რაღაცას აშენებს. ეხლა მეორე მომენტი თქვენ როცა ამბობთ რომ ლოცვის შემდეგ ვიღაცა მიუვარდა, ხალხი მიუვარდა სახლში და იყო იქ ცემა ტყეპა, ჩემი ინფორმაცია ანუ მიუვარდა რას ნიშნავს? მიუვარდა ესე? აგინა შეურაცხყოფა მიაგნა. ანუ ჩვენი ინფორმაციით ეხლა ჩვენსაც გეტყვით, მე რა ინფორმაციაც მაქვს და ხალხმა რაც უთხრა ბატონ პალატას აგებდებოდით ეხლა მოსახლეობას და რა პოზიციასაც გამოხატავს. ჩვენ მივედით სწორედ იმისთვის, რომ გამომდინარე იქიდან რომ სამმართველოს დასაყრდენი ძალა სწორედ არის სულიკო ხოზრევანიძე, მისთვის გვეთქვა რომ აქ თქვენ არავინ ხელს არ გიშლით და საჭირო არ არის სხვა ადამიანების აქ ჩამოყვანა. ეს არის ნომერ პირველი საკითხი, რისთვისაც ესენი მივიდნენ. თუმცა შემდეგ უკვე ეს თემა იმდენად გახდა სატელევიზიო შოუების, ასე ვთქვათ, საგანი, რომ ისევ იმ ფორმატში გააგრძელა ამ მისვლამაც, იმ გარკვეული და 200 კაცი რო იყო, 200 კი არ იყო, იყო 20-30 კაცი რეალურად. ამას მე შოუს ვეძახი, რაც აქ ხდება ზოგადად. ამიტომ ეს მე ამას ვეძახოდი ხელოვნურად შექმნილ კონფლიქტს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ამიტომ ეს ხელოვნური პრობლემები არ გვჭირდება. არავინ არავის არ უშლის ლოცვას, სადაც 33 წელი არ შეუშალეს ბატონო პალატა, არავის არ შეუშლია, არც დღეს არ უშლიდა და არც მომავალში არავინ არ შეუშლის არავის. აქ არის საუბარი იმაზე, რომ მოსახლეობის უმრავლესობას რაღაც რო არ მოსწონს, მოდით იმას რო გავაკეთოთ, რომ მაინც და მაინც შენ კი არ მოგწონს, მაგრამ მე უფრო მაგარი ბიჭი ვარ და მოდი მე კიდე ესე უნდა გავაკეთო. ყოველთვის ვცდილობ კახეთის საინფორმაციო ცენტრი შექმნათ არასწორი ინფორმაციის რაღაცა. რა იყო არასწორი ინფორმაცია? არასწორი ინფორმაცია არის ის, რომ პასუხი გინდათ გავცე ისეთნაირად, როგორც თქვენ გაწყობთ. არა, რატომ მე გეკითხებით ერთ კონკრეტულ შეკითხვას. სულიკო ხოზრევანიძის ოჯახში იყავით თუ არ იყავით? გადაამოწმეთ თუ არა ის ფაქტი, რომ დავასრულო ძალიან. რატომ? დავასრულოთ, იმიტომ რომ კითხვაზე გამეცით პასუხი. სულიკო ხოზრევანიძესთან არ ყოფილვარ, მაგრამ იმიტომ ვდგევარ დღეს მუხთან ერთად, იმიტომ ვსაუბრობ მუხთან ერთად, რომ გავიგო მათი არგუმენტები მოვისმინო. პირადად რატომ არ გაინტერესდით? იმაში რომ არ გადანაშაულებთ. სამხრივ ინფორმაციას ვფლობ, არ ვფლობ სამხრივ ინფორმაციას. არა, თქვენ განაცხადეთ. მე მგონი დამეთანხმდით. სულიკო ხოზრევანიძის ოჯახში რატომ არ მიხვედით თქო, ამას გეკითხებით ბატონო ირაკლი. გავალდებულებ. კონკრეტულად მაინტერესებს, თქვენ თუ ჩამოხვედით, თუ გაესაუბრეთ მოსახლეობას და თუ დაინტერესდით ოჯახის ინფორმაციით, თუ რა ხდება რეალურად, რა მოხდა რეალურად. ოჯახის ინფორმაცია უკვე მქონდა თქვენი და ასე ვთქვათ პრესის საშუალებით ოჯახის ინფორმაცია, რაც ამბობდა ოჯახით.